მე ბრენდი მინდა. მარტინი ბიანკო. მოხიტო. თამარ. ისა. რა გვინდა თიკა? მე და თამარი დავლევთ ბეილისი. ბეილისი მოგვიტანე. ბეილისი. ერთი წუთით ზუკას დაურეკა მოვალ. აუ, სამოცა ეს გოგო. ახლა თუ არ დაურეკა თავის ქმარს, ისე არ შეიძლება. თავისი ახალი ფეხსაცმელები უნდა რომ გვაჩვენოს. მე კარგი რა ფეხსაცმელები ეგა, მასით არასდროს არ ჩავიცვამ. კაცრავად. მოდი სიხარულო რა უკაცრავად. ნანუკა ძალიან კარგი ფეხსაცმელები გაცვია. ხო, რა ვიცი, მეც მომწონს, მადლ. მარი? ოუ, რა კარგი ზედა გაცვია. მარტო მოგეწონა? ავთანდილი. თამარ, შენ ძალიან კარგი ჟაკეტი გაქვს. მართლა? ქეთევანი. მე გავალ ხო გოგოებო, ცოტა ხნით დაგტოვებთ. აუ, ამას რა ფეხსაცმელები აცვია? გოგოებო, ხო კარგი გოგოა თამარი. კარგი რა თიკა რა, საერთოდ რატო აიყვანეს ბანკში არ ვიცი. თიკა ძალიან რაღაცნაირი არ არის? მეც ვერ ხვდები რა უნდა ჩვენთან. ვერ ხვდები? თქვენ არიცით, ხო? რა უნდა ვიცოდეთ? რა და თამარი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ამ სფეროში. ესა? ხო, თამარი გერმანიაში მუშაობდა ძალიან დიდხანს, იქ Deutsche Bankში. სად მუშაობდა? გერმანიაში. ხო. აბსოლუტურად რა მაგარ ფორმაში ხარ? მოდი თამარ დაჭექი. ეხლა უყვებოდი გოგოებს გერმანიაში რომ მუშაობდი Deutsche Bankში. Deutsche? ხო. თამარ დიდი ხანი ცხოვრობდი გერმანიაში. ნუ პრინციპში დიდხანს მომიწია. ხალხში ხავი თუ ფილიალში? თაბარში. 35 სართულზე მუშაობდი. და 29-დან მე-40-მდე რა, ვის კაბინეტში რა ხდებოდა და ვინ რას ლაპარაკობდა, ყველა